ზარზმის მონასტრის მრევლი მამა ნიკოლოზის შესახებ მთავარ არხს შემზარავ ისტორიებს უყვება. აღსარების ჩასაბარებლად მისულ ახალგაზრდა გოგონებზე მამაო წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. გოგონები ყვებიან, რომ აღსარების ჩაბარებისას ის მსხვერპლს ჯერ ფსიქოლოგიურად ამზადებდა. ცდილობდა მათი ნდობა და ერთგულება მოეპოვებინა. ყველა მათგანს აჯერებდა, რომ ისინი უყვარდა და მათგანაც სანაცვლოდ სიყვარულსა და უპირობო მორჩილებას მოითხოვდა. დაახლოებით მე-8 კლასელი ვიყავი, ან მე-9 კლასელი და ჩამისვა კალთაში. ამაზე ჩემი რეაქცია იყო ტირილი და ესე ირონიულად შემომხედა და მეკითხება, რომ რა იყო გეხამუშებაო? დაიწყო ფსიქოლოგიურად ჩემი დამუშავება და ამაჯერა, რომ სიყვარული არ შემეძლო, არ მიყვარდა არავინ. არ ვიცოდი საერთოდ რა იყო სიყვარული, ვერ ვენდობოდი ვერავის. ყველაზე მძიმე რაც ყოფილა იყო ხელით შეხება და საკუთარი თავი დაიკმაყოფილა ჩემ გვერდით. გოგონა პირობითი სახელით ნინო ზარზმელი მამაოს თვალწინ იზრდებოდა. ტაძარშიც ბავშვობიდან დადიოდა და აღსარებასაც სწორედ მას აბარებდა. სასულიერო პირი ძალადობდა მაშინაც. ნინო ყვება, რომ ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, როცა მასთან სექსუალური სახის ურთიერთობა საკუთარმა მამაომ პირველად სცადა. ამ პერიოდში ვიყავი დაახლოებით 14, 15, 16 წლის, ანუ ჩემი სექსუალური შევიწროების ფაქტსაც შეეხება უშუალოდ 100% მახსოვს, რომ ვიყავი არასრულწლოვანი. ისტორიები, რომელსაც ძალადობის მსხვერპლი გოგონები გვიყვებიან, იდენტურია. ზარზმის წინამძღოლს ყველა მათგანთან ურთიერთობის დამყარების ერთნაირი ტაქტიკა ჰქონდა. ნაცნობია ყველა ის ფრაზაც, რითიც სასულიერო პირი მათი ნდობის მოპოვებას ახერხებდა. მორიგი მსხვერპლი, პირობითი სახელით თამარი, გვიყვება იმ უმძიმესი ეპიზოდების შესახებ, რასაც ის წლების განმავლობაში სისტემატიურად გადიოდა. ესეთი რაღაცა მითხრა, რომ შენს თვალწინ თუ დავეცემი, ანუ მასტურბაციას თუ მივმართავ, ამ შემთხვევაში თუ გამსჯიო, ანუ რა თქმა უნდა შოკში ვიყავი, არ ვიცოდი ამას რატომ ეკითხებოდა. ალბათ იმას ვფიქრობდი, რომ უბრალოდ მაძლევდა იმის მაგალითს, რომ ადამიანმა არ უნდა გამსაჯო, რაც არ უნდა დავინახო, რაც არ უნდა ვნახო, ანუ ყველაფერში უნდა შევიდე მის მდგომარეობაში. შანტაჟისა და დაშინების ფონზე ძალადობის ფაქტების შესახებ ვერავის უმხელდნენ. პატარა გოგონებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელი იყო მიმხვდარიყვნენ თუ რასთან ჰქონდათ საქმე. გამშვიდობებისას დაიწყო ჩემი სახის ხარბად დაკოცნა და მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ტუჩებიდან ახლოს ეკოცნა. და ამან კიდევ უფრო მეტად გამიღრმავა ეჭვი, რომ რაღაც ისი არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. ცდილობს, რომ თავისი მანიპულაციების, თავისი გავლენის ქვეშ მოგაქციოს, რომ უბრალოდ არ შეგეძლოს მის წინააღმდეგ წასვლა. იყენებს ანაფორას იმისთვის, რომ გაიძულოს, რომ ემორჩილებოდა ღმერთის სახელით აკეთებს ამას, გეუბნება, რომ ჩამოყვები ჯოჯოხეთში, ანუ ჩემს თავს განახებ ცოდვაში, რომ შენთან ერთად დამოვიდე ცოდვიდან. მოძალადე მამაოს დანაშაულებებზე ჩვენთან სამმა გოგონამ დეტალურად ისაუბრა.